Ერთად არ დაიხარეთ. უფალმა იცის ყოველი უწყის ამიტომ ჩვენ და მეტი ვებედროთ მეტად უფრო გავხსნათ ჩვენი გონება გული ღვთის წინაშე და ჩვენი მდგომარეობა როგორც ვარ ისეთ შევავედროთ უფალს. ნუ შევეწინააღმდეგებით ღვთისნებას, ნუ შევეწინააღმდეგებით მადლს ღვთისას. ვაცადოთ რომ ღვთისნება მიმოქმედოს ჩვენში თავისუფლად, მადლმა იცირკულიროს ჩვენ ცხოვრებაში თავისუფლად. ყველაფერი რაც ნეგატივია დასვას გასმიდოს შეეხება რა ჩვენს სულ სამშობლოსა და ხორცს გასმიდოს ყოველივე რაც უარყოფითია რაც არის დისბალანსში რაც არ არის წონასწორობაში მოიყვანოს რაც უსამართლო და არა დაბალანსირებულ მდგომარეობაშია და არა კეთილგანწყობილ მდგომარეობაშია ღვთის წინაშე მოყვასის წინაშე საკუთარი თავის წინაშე დაბალანსირდეს და მოვიდეს ასე ვთქვათ მშვიდ მდგომარეობაში რა თქმა უნდა ყველაფერი რაც მთავარია ის წამოწინდეს ჩვენ ცხოვრებაში რაც მთავარია ის პირველ რიგში ის იყოს პრიორიტეტი ჩვენ ცხოვრების რაც მეორე ხარისხოვანია რაც მესამე ხარისხოვანია რაც მეოთხე ხარისხოვანი და ასე შემდეგ სამი წერტილის უფრო და უფრო წინ უკანა პლანზე გადავიდეს და მთავარი გამოვიდეს გამოიკვეთოს ვერადროთ უფალს ჩვენ ცხოვრებაში რომ ეს ბრძოლებიისთვის არის რომ ყოველთვის ადამიანს როცა მეორე და მესამე და n ხარისხოვან ფასეულობებს ანიჭებს უპირატესობას მაშინ ეწყება ბრძოლები იმისათვის რომ მიხვდეს რომ იმისათვის არის ბრძოლა რომ პირველ ხარისხოვანი რაც არის მის ჯვარდმფრთოლობაში თეოზისში და ღვთისნების აღსრულებაში იმას მიაქციოს ყურადღება და არა რომელიღაც რაღაცას არ ვიცი რას და უკნიდან ნუ დაიწყოს ხმას კლას დაიწყოს წაღმა და ესე გააკეთოს აი ეს ბრძოლებიც იმიტომ არის რომ გამოვიკვეთოს მისთვის მთავარი რაც არის გონზე მოვიდეს და აი იმისკენ მიისწრაფოს აი ეს არის და თავისი საკუთარი თავი ასე ვთქვათ არ დაკარგოს ადამიანმა წვრილმანების დევნაში ბალასტის დევნაში ხო აი ეს აუცილებელია გაარჩიოს მის გულსა და გონებასა და გულში გაარჩიოს მარჯვენა და მარცხენა ცუდი და კარგი იცხოვროს ქრისტეს მცნებებით და დაუმორჩილოს თელა როგორც ვთქვით ღვთისნებას საკუთარი თავი რათა დაცული იყოს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან დაცული იყოს ღმერთს სურს ჩვენი კარგად ყოფნა ღმერთს სურს ჩვენი ისე ყოფნა რომ ჩვენ ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში ვიყოთ ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ოპტიმალური რაც არის ის სურს ღმერთს ჩვენი თლიან თელი ჩვენი სული სამშობლოსა და სხეულისა თლიანად თელი ადამიანისათვის რომ ადამიანი განიზრდოს და წინ წავიდეს აი ეს სურს ღმერთს ჩვენთვის აი ეს ყველა საუკეთესო პირობას უქმნის უფალი ადამიანს რომ იგი გამთლიანდეს ტყუილ უბრალოდ არ დაკარგოს თავისი სულიერი ჯანმრთელობა თავისი ხორციელი ჯანმრთელობა ფსიქიური ენერგია არ გაფანტოს არ გაითელოს არამედ პირიქით ეღირსოს დროულად მიიღოს ის რაც მისთვის მისაღებელია გაიხსნას ადამიანში აი სულიერი ძალა სულიერი რწმენის პოტენციალი გაიხსნას მასში გამთლიანდეს ადამიანი და ერთი გულით ერთი პირით აღდგეს ღმერთს აი ეს უნდა უფალს დანარჩენი ღვთისაგან ყველაფერი რაც საჭიროა მიეცემა მას მინდა რომ ეს მისურვოთ და ვაგებთ უფალი და ვთქვათ ხშირად ვახსენოთ მისი სახელი ლოცვით ვახსენოთ მისი სახელი რათა სულიერად აუმარდეთ ამ ძიმე ცხოვრებაში და ადამიანი არ დაემსგავსოს იმ მარილის ხანდაკებას რომელიც უდაბნოში არის და ეს მოძრავი სილები მოძრავი ღვიშა უდაბნოში ყავს სხვა ქარებით განსასწრებით ანალოგიად მოვიშველიო ამ განსასწრებით ამ ქარებით ამ ასე ვთქვათ წინააღმდეგობებით და ამინდისა და კლიმატური ცვლილებების ხშირი ცვლილებით ის არ ჩაიგლას ამ სოფლის მოძრავ ქვიშაში არამედ იყოს მოძრაობაში როცა არის იგი აღარ ჩაიკლობა არ მოძნება მოძრაობაში იმარებაში როცა არის უბრალოდ წინ წავა და იგი აუცილებლად ნაკლებად დაექვემდებარება ჩაფლობისა ვთქვათ დაზიანებისა და წაქცევის ამასოფლის მოძრავი ასე ვთქვათ და მისკენ არაკეთილ განწყობილი ამ მოძრავი ასე ვთქვათ სხვადასხვა ხილულ ბრძოლების რისკ ფაქტორს არ დაექვემდებარება და თუ დაექვემდებარება ადვილად გადაიწმინდება მისი გზა გამოვა ისევ და ისევ ჰორიზონტი გაიხსნება და ისევ კვლავ წინ წავა და ყველა დაბრუნებას გადაიყვანს იცის უფალმა ყველაფერი ყველა საშუალება მოგვცეთ ჩვენ იმისათვის რომ ჩვენ წავიდეთ წინ ყველა საშუალება მოგვცეთ მოდი ამ საშუალებებს სულიერ
საუბრობ პავლე მოციქულის კატეგორიებში ჩვენი ურად წერია პავლე მოციქულის ეპისტოლეებში რა არის ეს სულიერი შეიარაღება სულიერი საჭურველით აღმიჩუროთ და აღვავნებდეთ ისადმი დიდებას მამისა და ძისა და ღვთისმსხლის და ჩვენი ცხოვრება ბევრად უფრო გასაკვირად ბევრად უფრო წარმატებული ჯვარი ჩვენი კეთილი სულიკი და ტკბილი იქნება და მეტად უფრო ადვილად გადავლახავთ ყველა დაპყრობას. თავარია რომ ჩვენ ვიყოთ ღმერთთან, უფალკიდე ჩვენთანაც, ვიცით რომ იგი აღსდგა ხომ და მე უცხო მოციქულებს და ყველას მთელ სამყაროს რომ იგი აღსდგა და იგი არის ცოცხალი, იგი არის ჩვენ შორის და ვამბობ ქრისტეს. ქრისტე არის ჩვენ შორის. ნუ პასუხობთ რას? და ის, რასაც სხვადასხვა